პადოკის ისტორიებში გვაქვს ახალი ფორმატის გადაცემა, ამ გადაცემის ფარგლებში მოვიწევთ ფორმულა 1-ის გულშემატკივრებს, რომ აი ჩვენ საყვარელ სპორტზე ერთად ვისაუბროთ და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც ჩვენი მთავარი მხარდამჭერი არის კავკასუს ავტო. რომელი 3 ეპიზოდი არის ყველაზე შთამბეჭდავი გულშემატკივრისთვის აი ამ თემაზე დღეს ვისაუბრებ რატისთან ერთად. რატი გელაშვილი არის ფორმულა 1-ის ახალგაზრდა დამწყები შეედარებით გულშემატკივარი. რატი გამარჯობა, მადლობა სტუმრობისთვის. მე ვიცი რომ შენ ფორმულა 1-ს უყურებ 2021 წლიდან. გამარჯობა ირაკლი. მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. კი, როგორც გითხარი, 2021 წელს დავიწყე ყურება, ცნობილი სეზონი იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელებშიც, აფეთქდა რაღაც ნიუსებით და ბევრი რაღაცის გამო იყო ეგ, იქიდან გამომდინარეც, რომ ერთის მხრივ იყო ჰამილტონი, რომელიც მერვეზე მიდიოდა და სარეკორდოზე მიდიოდა, მეორეს მხრივ მაქსი, რომელიც თავის პირველი ტიტულისთვის იბრძოდა და საბოლოო შუაში შეუერთი დაახლოებით მაგ სეზონს და ბოლოს ისე დასრულდა ეგ სეზონი, რომ დავრჩი ფორმულა 1-ის გულშემატკივრად. ეგ კარგი გადაწყვეტილება არის. მოკლედ მე ისე გამოდის, რომ სადღაც 30 წლით მეტი სტაჟი მაქვს დაახლოებით. და ჩემთვის პირადად ორ მაგაც საინტერესოა აი ეს რომელ სამ საინტერესო ეპიზოდს, მნიშვნელოვან ეპიზოდს ჩამოთვლის სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ამ შემთხვევაში მე და შენ. მე ვიტყვი ჩემ პირველ ეპიზოდს. ეს არის 1992 წლის ესპანეთის გრან-პრი. და რატომ ახლა ეს არ ბოლა მაინც და მაინც. მე საბჭოთა კავშირში დაბადებული ადამიანი ვარ. ჩემ დროს ფორმულა 1 არათუ არაჩვენებდნენ, საერთოდ აკრძალული იყო. და 92 წელი არის, როცა აი რაღაცა 6 არხიანი ტელევიზორი გვაქვს სახლში რაღაცა და ესე რომ გადართავ და შემთხვევით აღმოაჩენო რომ რაღაცა ბოლა მიდის და ეს ფორმულა 1 მანამდე ნანახი გქონდა რაღაც ტურბოში ამოსული რაღაცა სპორტული მანქანების ისინი და რაღაცა მაკლარენი და სენა და რაღაცები როა წელი აქედან ვიცოდით ან რაღაცა ჟურნალში ან რაღაცაში ისეთი გაპარული ისინი რა სიუჟეტები, სტატიები რაღაცა აქედან ქონდა შეხება და ეს არის პირველი პირდაპირ რეპორტაჟი, რომელიც ნახეთ. რბოლა არ იყო ცუდი, ძალიან მაგარი რბოლა იყო. თავსხმა წვიმა იყო, ისეთი წვიმა იყო, რომ ეხლა რო არ ატარებენ ეგეთ რბოლებს ეგეთი წვიმა იყო. და აი ამ რბოლამ განაპირობა რაღაცნაირად ისე რომ გავხდი ფერარის გულშემატკივარი და პილოტის გულშემატკივარი, ხა სენა სხვა სიმაღლეზე დგას და თქვა გულშემატკივრობის თვალსაზრისით მასთან ახლოს ვერავინ ვერ მივა. მაგრამ გავხდი პილოტის გულშემატკივარი, რომელმაც საბოლოო ჯამში ერთ რბოლაზე მეტი ვერ მოიგო კარიერაში. ეს იყო ჟან ალეზი, ფრანგი, იყო ფერარის პილოტი. მაშინ ფერარი ძალიან ცუდი მანქანა იყო და წვიმაში მან ალეზიმ რაღაცა სასწაულები ატარა და საბოლოო ჯამში იმას მესამეზე გავიდა პოდიუმი აიღო და მაშინ ფერარისთვის პოდიუმი უბრალოდ სანატრელი იყო. და აი ამიტომ გამოყოფა ამ რბოლას პირველ რიგში. რომ აი ეს ყურება დავიწყე და აი ამ იმის გულშემატკივარი გავხდი, რომლის მთელი კარიერა იყო აი ეს ბრძოლა და ტოტალური უიღბლობა. აი ტოტალური უიღბლობა რა. ირაკლი პირველი ესე ვთქვათ ეპიზოდი, მომენტი რაც მოვიტანე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ჩავერთე უკვე ამ სპორტში დავიწყე აქტიურად ყურება. რა თქმა უნდა, ალბათ როგორც ყველამ დავიწყე ადრე რა ხდებოდა 90-იანებში, როცა ძალიან საინტერესო იყო ალბათ ფორმულა 1 და როდესაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი ალბათ შეიმატა, ასე ვთქვათ, ამ სპორტმა. პირველი რაც მაქვს მოტანილი, რაც ჩემთვის რო უყურე ჩანაწერს, მაგრამ მაინც ძალიან ესე ვთქვათ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, იყო 91-ის ბრაზილია. სენას პირველი გამარჯვება, სენა რომელიც უკვე არის პირველი გამარჯვება ბრაზილიაში, კი ბატონო, სენა რომელიც არის 31 წლის, თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს საკუთარ კედლებში რბოლა მოგებული და ბევრი ფაქტორი იყო, ხო, მანდ რატოც ესე ვთქვათ ძალიან დასამახსოვრებელი მომენტი გახდა, იმიტომ რომ გადაცემათა კოლოფი გაუფუჭდა, იარა მე 6-ზე სიჩქარით რამდენიმე წრე, ბოლოს კადრები რაც იყო
ბოლიდან ვერ ამოდის საერთოდ იმდან დაღლილია თასის აწევაც რო ვთქვათ, რაღაცა კლაუზე რაღაცა სპაზმი ქონდა და ხელს მტკივილები. კი, ორი ხელით წევს თას, ერთი ხელით ვერ აღმართა მაშინ თასი და ზოგადად ატმოსფერო, იმიტომ რომ ბრაზილიელი ხალხისთვის სცენა მე მგონი გმირი იყო, ხო? ეგ ყველაფერი ერთ, ასე ვთქვათ, ჩანაწერში იმდანად ემოციური იყო ჩემთვის, რომ პირველი ვარიანტი ჩემს ერთ-ერთი ეგ არის ფორმულა 1-ის ისტორიაში, რაც ძალიან დასამახსოვრებელია ნებისმიერი გულშემატკივრისთვის. ჩემ მეორე ვარიანტს ისევ სცენას თემას გავაგრძელებ, რაღაცნაირად გამოდის, რომ მასში ხვდება ხოლმე ეს ეპიზოდი რაღაცა ჰაილაითებში ფორმულა 1-ის საიტზე და YouTube-ზე. ღმერთების წრე დომინგტონი 93. კი ბატონო. პოლიდების სიძლიერე შორის სხვაობა რო ავიღოთ. უილიამსი ძალიან ძლიერია. კვალიფიკაციაში პროსტი სენას და შუმახერს და სენას უგებს დაახლოებით წამნახევარს და წამს და 6 უგებს სენას. ანუ მშრალ ამინდში არანაირი შანსი არ ექნებოდა სენას გამორიცხული ამბავი იყო. და რბოლა რო იწყება, თქვა და აი ჰაილაითები, ნანახი გაქვს საერთოდ, ხო? რო დააკვირდე, თქვა თუ კიდე ნახავ. სრულიად სხვა ტრაექტორი დადის. ის პირველი წრე დადის სხვა ტრაექტორი. სხვანაირად უხვევს, გარე ტრაექტორის რჩევს. იქ წვიმაში ისე გამოდის, რომ სანამ თქვა ის ტრაექტორია გაშრება, სადაც ბოლიდები ძირითადად დადიან. აი ესეთი სცენას დონის პილოტები რაღაცნაირად გრძნობენ, სად არის მეტი მოჭიდება. მოჭიდება წყვეტს მათ ყველაფერს რა. ერთი საფეხურით, ერთი ვენდლინგერი იყო, ერთი პილოტი ასწრებს სტარტის მომენტში და მერე აი აბსოლუტურად განსხვავებული ტრაექტორიებით იბრუნებს ამ ადგილს, მერე ჰილს ასწრებს და ბოლოს წინა მოსახოვში პროსს ასწრებს და მაგრბოლას იგებს, ყველას დეიმონ ჰილი გადის მეორეზე. დეიმონ ჰილის გარდა ყველას ერთი წრით ასწრებს. რაც იცი არის მაშინ რო უყურებ და იცი რომ სენა წვიმის კაც ეძახიან და რაღაცა და პატარა ბიჭი ხარ ალბათ 15 წლის ვიყავი. მაშინ ეხლა უკვირთ რა გულშემატკივრებს რომ აუ რა მაგარი იყო და რაღაცა, მაგრამ სენა ცოტა თანამედროვე ტიპებისთვის შეიძლება გასაკვირი ეგ არ ყოფილიყო რა, მაგრამ მერე რო იაზრებ უფრო და რაღაცა ძალიან მაგარი იყო რა. ეგეთი რაღაცის გაკეთება არ არის ადვილი. უბრალო ესეთი საშუალო დონის ან მაღალი რაღაცა მეტი არის საჭირო ესეთი რაღაცეებისთვის, ესეთი რაღაც გასაკეთებლად. კი, დაგეთანხმები რომ მაშინაც, როგორც ეხლა უფრო მეტად ალბათ, მაგრამ მაშინაც მანქანა ძალიან ბევრს ნიშნავდა, ხო? და მანქანა ყოველთვის ბევრს ნიშნავს. წვიმიანი ამინდი იყო საშუალება, არა, ვთქვათ კონკურენტული მანქანისთვის, რომ ბოლიც არა და პილოტს გადაეწყვიტა უკარ ბოლის ბედი რა და მაგ შემთხვევაში სცენა კიდევ ერთხელ დამამტკიცა მართლა წვიმისკაც რატო ეძახდნენ. რაღაცა პროპორცია თუ არსებობს, ხო, ვთქვათ გამარჯვებისთვის, ვთქვათ მანქანა და პილოტი, ხო, ეს შემადგენელი. მანქანაზე მეტი მოდის ყველა ვარიანტში. მაშინაც მეტი მოდიოდა, ეხლაც მეტი მოდის და 50-იან წლებშიც მეტი მოდიოდა. მაგრამ წვიმიან ამინდში ეს პროპორცია ოდნავ იცვლება. პროსტი ისედაც არ ბრწყინავდა არასოდეს წვიმაში და არ უყვარდა წვიმიანი ამინდი და ალბათ მეტი განსხვავება კიდევ ამან მისცა რა და მან ძალიან საინტერესო მომენტი იყო იმაში სენას აქვს ნაჩვენები ყველაზე სწრაფი წრე ისე რომ ბოქსებში გაიარა. მან დონინგტონში ისე იყო რომ ანუ რაღაცნაირად პიცზე შესასვლელი ბოლო მოსახვევზე ადრე იყო. და ამან ჩაუხვია და ნახა რომ ის არ იყო მზად გუნდი არ იყო მზად საბურავის გამოსასვლელად და გაიარა და მაინც დაამყარა საუკეთესო წრე. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ ის რომ მაშინ პიცტომაზე ბოქსებში სიჩქარის ლიმიტი არ იყო. არ არსებობდა. და პირდაპირ ჩაიარა. მეორე ეპიზოდი ირაკლი რაც მოვიტანე, აი ისე 90-იანებიდან მაქვს. და მე უკვე გადმოვალ, ასე ვთქვათ, მაშინ როცა დავიწყე. როდესაც დავიწყე ყურება ძველი რბოლების, ვთქვათ, მიმოხილვების რაღაც კონკრეტული რბოლების, აღმოაჩინე, რომ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ კონკრეტულ შეჯახებას გადაუწყვეტია ჩემპიონატის და ჩემპიონობის ბედი. იყო ალბათ პროსტი და სენას ეპიზოდები და ამ შემთხვევაში დეიმონ ჰილი ახსენე 94 სვიტყვი ავსტრალიაში დეიმონ ჰილი შუმახერის შეჯახება. და მაგაზე შენი აზრიც მაინტერესებს იდეაში. ჩემი აზრით ძალიან აშკარა იყო მან ყველაფერი რაც მოხდა ამ გადმოსახედიდან რასაც უყურებ და ვიცი რომ
კიდევ არის ასე ვთქვათ სხვადასხვა მოსაზრებები მაგაზე, რო უთხრა ჩვენს მაყურებელს, შუმახერი ასწრებდა ერთი ქულით ავსტრალიის გრან-პრიმდე, ავსტრალია იყო რბოლა მაგ სეზონში და ერთ-ერთ ეპიზოდში შუმახერი უშვებს შეცდომას, გადადის გზიდან, აუცილებლად გაასწრებდა მან დეიმონ ჰილი, თუმცა ხდება შეჯახება, რომელმა შეჯახებამაც შუმახერი აქცია ჩემპიონად. პირველად გახდა მაშინ ჩემპიონი და ხალხის აზრი გაიყო მაშინ, რომ სპეციალურად ქნა, არ ქნა სპეციალურად და იდეაში ეს არის ჩემი მეორე ეპიზოდი და მაინტერესებს შენი აზრი ძალიან ამაზე. კი ბატონო. მე გეტყვი რომ ჩემ შემთხვევაში აშკარა არის რომ შუმახერი დამნაშავეა ამ ავარიაში. პირდაპირ დაეჯახა ხო ახლა რა თქმა უნდა მაგას საუბარი და ვთქვათ შუმახერის შემდგომი კარიერაც ამბობს იმას რომ შუმახერს ჩვევია ეგეთი რაღაცების კეთება მე ვილნოვს დაეჯახა კიდე სხვებსაც დაჯახებია იქ მონაკოში საკვალიფიკაციო წრეზე სადღაც მანქანა მიაპარკინგა რომ აქვია ალონსოს არ გაეუმჯობესებინა წრე და რაღაცები საინა შუმახერის ეპიზოდის ხო ძალიან ცნობილი რომ დაილაპარაკება რბოლის მერე შუმახერს თავდაპირველად ხო როცა დაეჯახა ხო შუმახერი ხო ნუ ეგ არ წვედა არაფერს მაგრამ შეცდომა რომ მოგივადა და ეჯახები და რაღაცა ეგ ყველას მოსვლია სენას ჰამილტონს შუმახერს მაგას არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ აი ეს ძალით რო ეჯახები ეგ სხვა მომენტი არის მაგრამ თვითონ კონტექსტი რო ავიღოთ ამ მისი ავარიის შუმახერის ავარიის და პრინციპში ალბათ რატომაც არ დაისაჯა მერე შუმახერი და როგორ მოხდა რომ ერთი ქულა იყო სხვაობა შუმახერსა და ჰილს შორის ის ჩემპიონატი იყო ძალიან რთული, ბევრი თვალსაზრისით, ხო, სენა დაიღუპა. შუმახერს უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა, ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა ჩემპიონატში. იყო ეჭვები იმის თაობაზე, რომ ბენეტონი არ ღვევდა ტექნიკურ რეგლამენტს და რაღაცეები ჰქონდა, ამაზე სენასაც ჰქონდა რაღაცა ეჭვები და რაღაცა, მაგრამ საერთაშორისო ფედერაცია ვერ პოულობდა იმას რა. მიზეზს რომ შუმახერი დაეჯარიმებინა. და მერე რა ხდება? იმაზე სილვერსტოუნზე სადღაც ჩემპიონატის შუა არის სილვერსტოუნი შუმახერი გასახურებელ წრეზე ორჯერ ასწრებს ჰილს ამის გამო იღებს 5 წამიან ჯარიმას და ოღონდ როგორ არის იცი რომ ეს ჯარიმა ეხლა არის რომ ალბათ პირდაპირ კავშირი არსებობს რომ რაღაცა დაჯარიმდი და მოიხადე ჯარიმა მაშინ ეს ჯარიმა ფურცელზე დაწერილი უნდა ჩამოეტანათ გუნდისთვის მაგრამ ამ ჯარიმის ჩამოტანასაც რაღაცა თავის წესი აქვს, რაღაცა 2 წრე გაქვს, 3 წრე, ახლა აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რაღაცა მონაკვეთი არის, როცა შეუძლია ფედერაციას, სტიუარდებს როცა შეუძლია დააჯარიმონ, ჩაუტანონ ეს ჯარიმა. ეს ჯარიმა ჩაიტანეს დაგვიანებით. და ამ დაგვიანებულ ჯარიმაზე მერე მიდის კამათი გუნდს არ უნდა ამ ჯარიმის მოხდა და მოკლედ მიდის კამათი სტიუარდებსა და გუნდს შორის რომ მოვიხადოთ არ მოვიხადოთ რაღაც. საბოლოო ჯამში შუმახერი მოიხდის ამ ჯარიმას, მაგრამ აი ამ გაჯანჯლებული დროის გამო იმ მეორე ადგილზე ჰილი იგებს ბოლოს. მეორე ადგილს წაართმევენ და ანუ იმ 6 ქულას რომელიც მეორე ადგილისთვის ეკუთვნოდა დაკარგავს. ერთი რაღაც არის გასათვალისწინებელი რომ მაშინდელ ჩემპიონატში გამარჯვებისთვის იწერება 10 ქულა. ეხლა 25 იწერება და ეხლა სხვა ის არის ბუღალტერია ესე ვთქვათ. ანუ 6 ქულა იქ წაართვეს და მისცეს 2 ტრასით დისკვალიფიკაცია. 2 ტრასით დისკვალიფიკაცია ალბათ რა ვიცი, ვიღაცა რომ მოეკლა, შეიძლება მაგის რაღაცა აბსოლუტურად შეუსაბამო ჯარიმა არის. პოტენციური -20 ქულა. -20 ქულა არის, ხო? კიდევ წაართმევენ ჯარიმას, გამარჯვებას წაართმევენ, დისკვალიფიკაციას მისცემენ ბელგიაში, რომელიც მოიგო აი იმის პლანკის გაცვეთის გამო არადა მიდან ჩანს თვითონ ავარიდან ჩანს რომ სრიალდება და უბრალოდ ძირით გადასრიალდება იმაზე ქერბზე და მაგიტომ ზიანდება მაგრამ მან წაართმევენ 10 ქულას და იმ 2 რბოლას რომელსაც გამოვატოვებინებენ პორტუგალიას და იმას მონცას იმას იგებს ჰილი და აი ესე 27 ქულიდან 36 ქულას ამუღებს ჰილი ჩემპიონატში. ეწევა ჩემპიონატის ბოლომდე. სენას სიკვდილის მერე გამოვიდა ისე რომ რეიტინგი ჩემპიონატის ძალიან დაეცა. ჩემის აზრით, აი ყველაფერი აქედან გამომდინარეობს, რომ მაშინ საერთაშორისო ფედერაციამ დაიწყო ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ხელოვნურად შეექმნა ინტრიგა ჩემპიონატისთვის. ამიტომ ართმევენ შუმახერს, აი საერთოდ შეუსაბამოდ სჯიან.
უბრალოდ რომ დაეძაბა ჩემპიონატი და გულშემატკივრებს ისე ვეყურებინოთ. ხო, 3 რბოლა არის დარჩენილი, როცა ეს ბრუნდება შუმახერი და ერთს თვითონ იგებს, ერთს ჰილი იგებს და მესამე შუმახერს ეჯახება და ჩემპიონი ხდება, ხო? თქვა თუ ჩვენ მარტო ამ დაჯახებულით განსაზღვრავთ, მაშინ შუმახერი დამნაშავე არ იყო ავარიაში და ამ კუთხით მაგრამ მანამდე ბევრჯერ დაიჩაგრა შუმახერე. დაიჩაგრა აბსოლუტურად 2 ტრასით დისკვალიფიკაცია, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმას რა. კი ბატონო. საინტერესო მომენტი არის ყოველ შემთხვევაში. 95-14 წელი ძალიან ხო მომენტის ხო ბევრი საუბარი შეიძლება ამაზე. ჩემი მესამე ეპიზოდიც არის 94 წლიდან და ეს არის სენას დაღუპვის ამბავი. ეს არის იმოლა 1 მაისი 94 წელი. სადაც შუმახერი მოყვებოდა სენას. შუმახერი მოყვებოდა სენას, ხო. ისეთი მომენტი არის, ბევრი კუთხით შეიძლება რა ამაზე საუბარი ავარიაზე, ძალიან ბევრი კუთხით. მაგრამ მე მინდა რომ აი უსაფრთხოების თვალსაზრისით შევაფასოთ ეს სიტუაცია. მაშინდელი ფორმულა 1-ის ხელმძღვანელი იყო ბერნი ეკლსტოუნი, ეგეთი ტიპი, რომელმაც მერე Liberty Media 2016 წელს მიყიდა Liberty Media-ს ეს ფორმულა 1. მარტო თვითონ განაგებდა ყველაფერს. აბსოლუტურად თვითონ აკეთებდა ყველაფერს. იმაში საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი, ვინც იყო მაქს მოზლი, ისიც მაგისი ის იყო, ძმაკაცი 60-70-იან წლებიდან და მთავარი მსაჯი ჩარლი ვაიტინგი იყო ეგეთი ტიპი, ისიც მაგის ძმაკაცი იყო და როგორც უნდა ისე აკეთებდნენ ყველაფერს რა. აი რომ თქვი რომ შუმახერი დაიჩაგრა და დასაჯეს და რაღაცა, ეგეც მაგედან გამომდინარეობდა რომ სხვადასხვა ისინი შტოები იმისი, რა ქვია, ხელისუფლების არ არსებობდა რა, ერთი კაცის ხელში იყო. მაშინდელ ფორმულა 1-ში ფორმულა 1 ძალიან დიდ კონკურენციაში იყო ამერიკულ იმას ფორმულა 1-ის ანალოგთან, ინდიკართან. და თქვა ისეთ მომენტებში აი ეხლა ხო ჩვეულებრივი ამბავია, ყვითელი დროშები, რბოლის გაჩერება, წვიმის დროს გადადება, გადადება, სიჩქარის ლიმიტი ბოქსებში, ან რაღაცა თუ შეგეშლება ეგრევე გაფრთხილება, ან safe release-ი თქვა ვიღაცას თუ გამოუხდი წინ ბოქსებში და მაშინ ესეთ რაღაცას აბსოლუტურად არ აქცევდნენ ყურადღებას. ცისფერ დროშებსაც არ აქცევდნენ ყურადღებას. ეხლა ვიღაცა თუ არ გაატარებს, იმას ეგრევე აჯარიმებენ. მაშინ აი პილოტის ხასიათზე იყო დამოკიდებული გაატარებდა არ გაატარებდა რაღაც. ანუ ეს პილოტებისთვის საშიში გარემო აი ძალიან ისეთი იყო და ამას ფედერაცია საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. და აი ეს ინდიკარი რატო ვახსენე? იქ ინდიკარში ამერიკულ ფორმულაში უსაფრთხოების მანქანა, ყვითელი დროშები, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. სიჩქარის ლიმიტი პიტლეინზე, იქ გაცილებით ადრე გაჩნდა ეს რაღაცეები. და მაშინ ჩვენ პატარა ბიჭები რო ვიყავით და უყურებდით ხო, ეხა ფორმულა 1 უფრო სერიოზულად აღვიქვავდით ვიდრე ინდიკარს რა და უფრო მაღალ დონეზე ვაყენებთ, ბუნებრივია. და უსაფრთხოების მომენტებს ინდიკარის მომენტი რატო ვახსენე? რომ ინდიკარში ესეთი მომენტები, უსაფრთხოების მომენტები გაცილებით უფრო ადრე გაჩნდა და თვითონ ბერნი ეკლსტოუნი რას იძახდა ესეთ რაღაცებზე, რომ ჩვენი პილოტები გაცილებით უფრო მაღალი კლასის არიან, ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ესეთი რაღაცები. და ჩვენ ბავშვები გულშემატკივრები ამას ძალიან ისე ხა თითქოს ფორმულა 1-ით მაინც მარტო ჩვენი ყოფილიყო და რაღაცა, ვიძახდით რომ ჩვენ ფორმულა 1-ის გულშემატკივრებს გვესმის ეს საკითხი და ამაზე არ არის საუბარი საერთოდ. მაგრამ საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა, რომ სენას სიკვდილმა სრულიად შეატრიალა სიტუაცია რა და ალბათ გეცოდინება ყველა ვარიანტში, ბარიკელოს ავარია ქონდა და რაცენბერგერი დაიღუპა შაბათ დღეს კვალიფიკაციაში და მერე კვირას სენა. თუ თქვათ ბარიკელოს ავარიის ახსნა რაღაცით შეიძლება და თქვათ ზუსტად იციან, ვიცით თქვათ რაცენბერგერს რაც მოვიდა და რატომ დაიღუპა. სენას შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარი იყო, აი რა მოუვიდა ამ ადამიანს, რატო შეცდომა იყო, ტექნიკური წუნი იყო იმ პერიოდში და აი ამან მერე და მერე უსაფრთხოების ზომების ძალიან სწრაფი ცვლილება მოითხოვა. მე აი პრაქტიკულად ციებ-ცხელება იყო ჩვეულებრივი რომ ტრასიდან ტრასამდე საერთაშორისო ფედერაცია ცვლიდა ტექნიკურ რეგლამენტს, წესებს
ხელოვნურ შიკანა მოსახვეებს და საბურავებით რაღაც ხელოვნურ მეებს აკეთებდნენ მოსახვეებს, რომ რაღაცა სიჩქარები დააგდოთ, აი სერიოზული პანიკა იყო რა და კიდევ ერთი რაღაცა რაც მინდა დავამატო აი 94 წლის იმას სან მარინოს გრან-პრის ემიდან რაცენბერგერის დაღუპვის გამო კვირას რბოლა საერთოდ აღარ უნდა ჩატარებულიყო. ანუ იტალიური კანონმდებლობით თუ რომელიმე სპორტულ ღონისძიებაზე ვიღაცა იღუპება, სპორტული ღონისძიება უქმდება და ინიშნება გამოძიება. სხვათა შორის სამედიცინო განათლების ადამიანებსაც ვესაუბრე ამაზე, იმიტომ რომ მაინტერესებდა თვითონ რაცენბერგერის დიაგნოზიდან აბსოლუტურად სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამები ჰქონდა მიღებული. მაგრამ აი ესე ბერნი ეკლსტოურმა, რომლის ხელში იყო აბსოლუტურად ყველაფერი, იმან ჩააწერინა, რომ რაცენბერგერი დაიღუპა ვერტმფრენში. და ამ იურიდიულმა ნიუანსმა გადაწყვიტა ის, რომ კვირას რბოლა ჩატარდა. და ბერნის ინტერესი იმაში მდგომარეობდა, რომ რბოლა რო გაუქმებულიყო, დიდ ფულს დაკარგავდა და ფულმა გადაწყვიტა მოკლდეს ყველაფერი რა. და ემოციური იყო ძალიან ეგ ყველაფერი. მაიხლაც ასე ვთქვა დღეს რო დაიწყოს ვიღიმა მყურება და საინა უბრალოდ გაგონილი ქონდეს ვინ არის ეგ ეპიზოდი რო ნახოს ძალიან ასე ვთქვა ემოციური მომენტი არის. დოკუმენტური ფილმი ძალიან ემოციური არის. კი ძალიან. მან შუმახერის ცრემლებიც გვახსოვს, როცა უკვე იგებს რომ საინა საავადმყოფოშია და ემოციური მომენტი იყო ნამდვილად. ჩემ მესამე ეპიზოდი რომ თქვა, რითიც ალბათ მეც დავასრულებ. არის რითიც დავიწყე. დაუბრუნდები იმ სეზონს ბოლო წრე, რაზეც აზრები ალბათ 2-10 იყოფა, უკვე დღის მდგომარეობით. თუმცა ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ერთ-ერთი ეგ ეპიზოდი, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ, ასეთი სეზონის შემდეგ ასეთი დაპირისპირების შემდეგ, თანაბარი ქულების შემდეგ, უცებ ჰამილტონი, რომელიც ძალიან დომინანტი იყო, ხო, იმ ბოლოში, პირველი გადასწრება იყო საკამათო, ალბათ, ჩემთვის არა, მაგრამ მაინც. და ასწრებს ძალიან ბევრით, ნიკ ჩეკო პერესის გმირობა გვახსოვს, როდესაც ბევრი დრო დააკარგუნა ძალიან ჰამილტონს და თითქოს აი 4-5 წრით ადრე ყველა ფიქრობდით, რომ ვეღარ წაართმევდა თავის მერვე ტიტულს, უბრალოდ კი ბატონო, გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა და აღმოჩნდა მაქსი სოფთებით ჰამილტონის უკან, ჰამილტონი ჰარდებით, 30 წრიანი, თუ სწორად მახსოვს და ბოლო წრეს უნდა გადაიწყო და ყველაფერი. ეგ ბოლო წრე იმდენად დრამატული იყო, ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი, ალბათ 50 ჯერ მაქვს ნანახი. მიუხედავად იმისა, რომ არ არის სასიამოვნო მაინც და მაინც, როგორც ფორმულა 1 გულშემატკივრისთვის ალბათ ძალიან დასამახსოვრებელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსი ჯერ ძალიან რთულ ეპიზოდში ასწრებს ჰამილტონს. მერე, როცა თითქოს იმედები გადაიწვა ჰამილტონი ერთ ეპიზოდში უთანაბრდება, მაგ ყველაფერს ემატება რადიო ტოტო ვულფის ყველაზე ცნობილი ალბათ ერთ-ერთი და რომელიც დარჩება ალბათ ისტორიას, მერე ჰორნერის მილოცვა, ჰამილტონი რომელიც გაძარცულად გრძნობს ალბათ თავს და ბოლიდიდან ვერ ამოდის და მაქსის პირველი ჩემპიონობა, რომელიც სეზონიდან გამომდინარე ალბათ ძალიან ამსახურებული იყო მაინც. ეგ იქნება ჩემი მესამე საბოლოო ეპიზოდი. ძალიან მაგარი არის. მე უნდა ვაღიარო, რომ იმის მიუხედავად, რომ ამდენი სეზონი ძალიან ბევრი ალბათ ნანახი, ძალიან მაგარი სეზონებიც მინახავს და მაგარი ხა მე მეტნაკლებად სენასაც მოვესწარი 92, 93, 14-ის ნაწილი ხო და პროსტი მინახავს და შუმახერი რაღაც მინახავს მაგარი ჩემპიონატები, მაგარი რბოლები მინახავს, მაგრამ ჩემთვის 2021 წელი ყველაზე მაგარი სეზონი არის. იმიტომ რომ ესე რომ ორი ადამიანი რაღაცა თავის თავს გადაახტეს და ორი გუნდი თავის თავს გადაახტეს ისე რომ იმაზე მეტი გაიღოს ვიდრე შეუძლია, მე ესეთი რაღაცა არ მინახავს მანამდე და ძალიან მაგარი სეზონი იყო. ერთადერთი მერსედესმა რაშიც წააგო ეს იყო რომ ვალტერი ბოტასზე ვერ თქვა უარი და ამან საბოლოო ჯამში აი მაგან ყველაფერმა გადაწყვეტა, როგორც მრბოლელი მრბოლელს უპირისპირდებოდა ისე გუნდი გუნდს, მეორე მრბოლელი მეორე მრბოლელს და საბოლოო ჯამში რაც ერთიანმა მექანიზმა გაიმარჯვა. კი, ჩემპიონატი იყო რაღაცა საოცარი და ძალიან მაგარი. აი მაგის მერე იდეაში ყველაზე კარგი რაღაც ვნახე ხო ალბათ და შემდეგ გავაგრძელე ყურება. მე არ იქნებოდა ადვილი. ხო, ადვილი არ იყო, იმიტომ რომ მეგონა რომ სულ ისეთი უნდა ყოფილიყო რა, ის 21 პირველი როგორც იყო, მაგრამ არა. და სინამდვილეში ეგეთი ჩემპიონატები ალბათ
7-8 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე რა. ძირითადად ვიღაცა დომინანტი მანქანით იგებს ყველაფერს აბსოლუტურად. უჩნდება ჰეითერები მერე და ესე არის რა, ვიღაცები ანდერდოგებს გულშემატკივრობენ და რაღაც ესეთი მომენტები არის. რატი დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის, მე მგონი კარგი საუბარი გამოგვივიდა და ისიც საინტერესო იყო ჩემთვის პირადად, რომ შენი შერჩეული მომენტები 90-იან წლებს უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ ფორმულა 1-ს არ აქვს დასაწყისი და დასასრული რა და ეხლა შენისვლა დაგვიწერე კომენტარებში შენთვის გამორჩეული მომენტები ფორმულა 1-ის ისტორიიდან, ჩვენ აუცილებლად წავიკითხავთ და კომენტარებში დაგიბრუნდებით. გამოიწერეთ ჩვენი არხი დროებით.